ბაქო, რომელიც ერევანთან ვითომ მშვიდობას აშენებს, განაგზობს თაობების აღზრდას ომის დღეებიდან ცნობილი შემზარავი ლოზუნგით. თქვი, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჯავიდ ახმედოვმა აზერბაიჯანულ სკოლებში მთრული პროპაგანდის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ასე ყალიბდება ახალი თაობის მსოფლმხედველობა და ასე აფინანსებს აზერბაიჯანის სახელმწიფო მტრობას. სასკოლო სახელმძღვანელოებში სომხებს, აგრესორებს და მტრებს უწოდებენ. ბავშვებს კი მცირე ასაკიდანვე ჩააგონებენ აზრს, თითქოს სომხებმა აზერბაიჯანული მიწები მიითვისეს. არადა საკუთარ ქმედებებს გარედან რომ შეხედონ, შეამჩნევდნენ, რომ თავიანთივე დადგმულ სცენებში ფრაზას ყარაბაღი აზერბაიჯანია ძალადობითა და სიკვდილის მუქარით გამოძალავენ. ეს ქარვაჯარის 34 სკოლაა. მსგავსი სურათია მთელ არცახში, მთიან ყარაბაღში. ოკუპირებული ტერიტორიების სკოლებში ჩამოყალიბდა ტრადიცია, როცა შესვლების დროს სკოლის მთელ ტერიტორიაზე ორჯერ ისმის ილხამ ალიევის ხმა. ყარაბაღი ჩვენია, ყარაბაღი აზერბაიჯანია. აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ასწავლიან, რომ მათი ისტორიული სამშობლო ამჟამინდელი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელსაც ისინი დასავლეთ აზერბაიჯანს უწოდებენ. მაგალითად, ხაჩმაზის გამარჯვების პარკში ჩატარდა ფესტივალი სახელწოდებით დასავლეთ აზერბაიჯანი ჩვენი სამშობლოა, სადაც ადგილობრივმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს ხელნაკეთი ნამუშევრები სომხური ტოპონიმებით: თალინი და გარნი. ფაქტობრივად, ბაქოში ბავშვები იზრდებიან არა მშვიდობის, არამედ რევანშისა და ტერიტორიული პრეტენზიების იდეოლოგიით, რაშიც ბაქოს დიქტატორი ალიევი სწორედ ჩვენ გვდევს ბრალს. ეს საგანმანათლებლო პოლიტიკა ოფიციალურ ხასიათს ატარებს. ილხამ ალიევი გამოსვლებში დამამცირებელ ტერმინებს იყენებს და საგანმანათლებლო სისტემასა და საზოგადოებას აძლევს მკაფიო დირექტივას. სომხების სიძულვილი სახელმწიფო მოთხოვნაა. ამ პოლიტიკის მატერიალური გამოვლინება ბაქოს ცენტრში მდებარე სამხედრო ალაფის პარკია. იქ გამოფენილია 2020 წლის ომის დროს ნადავლის სახით აღებული სომხური სამხედრო ტექნიკა და სომეხი სამხედროების მანეკენები, რომლებიც დაცინვისა და დამცირების ობიექტს წარმოადგენენ. ბაქოს მთავრობის სიძულველი გამარჯვების პარკით თარდაწყებულა. ეს უფრო ადრეც ნათელი იყო, როცა რამილ საფაროვმა სომეხი ოფიცერი ნაჯახით მოკლა და ის გმირად შერაცხეს. პარკიც ამავე ლოგიკითაა შექმნილი. დაღუპულთა ჩაფხუტებითა და ბავშვებისთვის განკუთვნილი რასისტული მანეკენებით. ეს დეჰუმანიზაციაა. ეს პარკი სომხების სიძულვილის სახელმძღვანელოა ღიაცის ქვეშ. ის აგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა და სიძულვილი უნდა გაგრძელდეს. აზერბაიჯანში სომხების სიძულვილის ქადაგება დაწყებული სახელმძღვანელოებიდან, დამთავრებული პრეზიდენტის სიტყვით და ალაფის პარკის ექსპონატებით ამტკიცებს, რომ ეს სახელმწიფო იდეოლოგიის ღერძად იქცა. სანამ საერთაშორისო საზოგადოება მშვიდობას დამყარებას ცდილობს, ბაქო ზრდის თაობას, რომელიც დაპროგრამებულია ახალი ომებისთვის. ამ ქვეყანაში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით რეალური მშვიდობის მოლოდინი საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის გულუბრყილოვაა.